დავწყოთ აფხაზეთით, გაგრიცარას 18 გრადუსი იქნება და წვიმა მოსალოდნელი, ასევე წვიმს სოხუმშიც, თუმცა 19 გრადუსამდე დათვება აქ ჰაერის ტემპერატურა, გადავინოცვლოთ ზუგდიდში, სადაც ასევე წვიმა არის, მაგრამ ტემპერატურა მაღალი 21 გრადუსი დაფიქსირდება, მესტიაშიც წვიმს და 12 გრადუსი იქნება მოსალოდნელი, ფოთში გამოანათებს მზე და 17 გრადუსამდე თბება ჰაერი, რაც შეეხება ბათუმს, აქ შედარებით უფრო წვიმიანია ამინდი და 16 გრადუსამდე თბება ჰაერის ტემპერატურა, ოზურგეთში მაღალია მოსალოდნელი ტემპერატურა, რაც 20 გრადუსი იქნება, ქუთაისში 24 და მზე გამოანათებს, ამბროლაურში 21 გრადუსი და წვიმა იქნება მოსალოდნელი დღის განმავლობაში, ასევე წვიმა არის ახალციხეშიც და 19 გრადუსი. 16 გრადუს გვიწირას წარმეტყველებენ სინოპტიკოსები ბორჯომში და წვიმას, ფაგურიაშიც ასევე წვიმს, 2 გრადუსით ნაკლებით 14 გრადუსი იქნება მოსალოდნელი, ასევე წვიმიანი ამინდი იქნება დღის განმავლობაში, გორში და 19 გრადუსი დაფიქსირდება, 1 გრადუსით ნაკლებით 18 გრადუსი იქნება ცხინვალში და წვიმა, წვიმს ასევე სტეფანწმინდაში, სადაც 8 გრადუსი შენარჩუნდება დღის განმავლობაში. გუდაურში 4 გრადუსი და წვიმა, თელავში იქნება მზიანი ამინდი და მაღალი ტემპერატურა 19 გრადუსამდე თბება ჰაერი. რაც შეეხება რუსთავს, აქ 22 გრადუსი შენარჩუნდება და ჩვენს დედაქალაქ თბილისში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია ვასაგოვნებიან, თუმცა მზეც გამოანათებს და ტემპერატურა საკმაოდ მაღალია. უმეტესად მზიანი შეგვიძლია დავარქვათ. ის განმავლობაში. კი ბატონო და 20 გაჩნია როგორ გრადუსი შევხედავ, ჭიქა სავსეა ნახევრად თუ სარია? კეთილი და 20 გრადუსი საკმაოდ მაღალი ტემპერატურა, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ასე კიდევ უფრო მეტად ბედნიერად და მსუბუქად დავიწყოთ დღე.